და დიდუბის რაიონის გამგებელი არის ხაზზე ირმა ზავრადაშვილი არის ჩვენი გადაცემის მორიგი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონო ირმა, დიდი მადლობა რომ გვერდთვებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ირმა, თქვენ იყავით ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში და ნახეთ რომ ფაქტიურად ადამიანების მთელი ქონება განადგურდა, საერთოდ აღარაფერი დარჩა იქიდან. რას აპირებთ თქვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, უშუალოდ თქვენი რაიონი არის ეს. რას აპირებთ? აპირებს თუ არა ხელისუფლება რომ დაეხმაროს დაზარალებულებს? თუ რა გეგმა გაქვთ? მოგესალმებით, პირველ რიგში გაუსწრებთ მოვლენებს, დაამთავრონ მუშაობა კრიმინალისტებმა, გავიდნენ რაღაცა შედეგზე. გუშინ საღამოდან მოყოლებული დღეს დილას კიდე უშუალოდ დაზარალებულებს ვთხოვე მე პირადად რომ საინიციატივო ჯგუფი გაეკეთებინათ. ამაში ძალიან დამეხმარა ერთ-ერთი მე პატრონე. ამ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, როგორც კი კრიმინალისტები დაასრულებენ საბოლოოდ მუშაობას და მე პატრონეებთან ერთად, მერიაში მოხდება ჩვენი შეკრება და შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება. ესეთია ამ წუთის მოცემულობა. მეც ველოდები ზარს, როგორც კი დამირეკავენ ამ შეხვედრაზე მომიწევს წასვლა. ქალბატონო ირმა, თქვენთვის რა არის ცნობილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვრცელდება სხვადასხვა ვერსია, მათ შორის გარკვეული დივერსიაზეც არის მინიშნებები. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა ეს ყოფილიყო შემთხვევითი, ან პირიქით შესაძლოა თუ არა ეს ყოფილიყო ვინმეს მიერ, რა ვიცი, სპეციალურად გაჩენილი ხანძარი? ამ საკითხთან მიმართებაში ჩემი ნებისმიერი გამონათქვამი იქნება არაკომპეტენტური, რადგან მუშაობენ უფრო კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც გაარკვევენ აუცილებლად მიზეზს და ამ მიზეზიდან გამომდინარე დაიგეგმება ქმედებებიც. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რა თქმა უნდა, უამრავი ვერსია არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი ჭორი გავრცელდება, მაგრამ დაველოდოთ იმ ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ რეალურად რა მოხდა დადონ დასკვნის სახით. ზარალის დათვლა დაიწყო უკვე, რამდენადაც ცნობილია, დღეიდან დაიწყო, ეხლა ამ წუთებიდან უკვე შედიან ჯგუფები და ალბათ დაითვლება ახლო მომავალში. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო რა მონაწილეობას მიიღებს ამაში? იცით რა არის, ჯერ გაირკვა ეს ყველაფერი, დახმარების ფორმა ადაპტირებული ფორმაა და ჩვენ რამოდენიმეჯერ მსგავსი შემთხვევა გქონდა, რამოდენიმე მიმართულებით ალბათ იგივენაირად იქნება, ზუსტად აი ამ საფეხურებრივი დახმარების და ხელშეწყობის საფეხურებრივ თემასთან დაკავშირებით ხება დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც, საბანკო მიმართულებით, საგადასახადოს მიმართულებით, სადაზღვეოსთან მიმართებაში, შუამდგომლობით, მე პატრონესთან დამოკიდებულებით და ასე შემდეგ. ეს სხვადასხვა მხარეს ხდება ხოლმე დახმარების გაწევა, აი ამაზე ვიკრიბებით დღეს და მე ვფიქრობ, რომ რატო იქნება ელიავას ბაზრობა გამონაკლისი, როგორც საჭიროება მოითხოვს ამ ადამიანებს მე ვისაც ველაპარაკე საბანკო ვალდებულებები აქვთ აღებული ძალიან დიდი და რამოდენიმე მთხოვა ამ მიმართულებით დახმარება. ეს პრობლემა, რაც გუშინ ელიავაზე მოხდა, ეს ტრაგედიის ტოლფასია, რა თქმა უნდა, დიდუბის რაიონის ფარგლებს შორდება თავისი მასშტაბებით, იმიტომ რომ დიდუბის რაიონის ბიუჯეტით და ქმედებებით ძირითადად ხორციელდება ტერიტორიაზე და დიდუბეში რეგისტრირებულ ადამიანებზე. შესაბამისად, მე ეჭვი მაქვს, რომ დაზარალებულების დიდი ნაწილი შეიძლება საერთოდ არ იყოს დიდუბელი. შესაბამისად, თვითმმართველობა, ხელმძღვანელობა, ცენტრალური ხელისუფლება, იმიტომ არის მობილიზებული და ჩართული ამ თემაში, რომ განურჩევლად იმისა, რომელი რაიონის მოსახლე იქნება, მათი პრობლემების გათვალისწინება მოხდეს ადეკვატურად. ქალბატონო ირმა, თუმცა ეს არ არის როგორც რაიონის გამგებელი. მე როგორც რაიონის გამგებელი, მე ვალდებული ვიყავი, ჩემი რაიონის ტერიტორიაზე ხდებოდა ეს ყველაფერი, მე იქ ყოფილიყავი ამ ხალხთან ერთად, თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის მიმექცია ყურადღება, ამ ადამიანების გვერდში ვდგარიყავი და ყველა იმ პრობლემას თუ პრობლემის მოგვარების გზებს მივადევნო თვალყური აუცილებლად ბოლომდე. ქალბატონო ირმა, თუმცა ეს არ არის პირველი ობიექტი, რომელიც დაიწვა იგივე დიდუბის თქვენს ტერიტორიაზე, სწორედ ბავშვთა სამყარო, მათ იგივე ბედი გაიზიარა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია რომ ეს იყოს შემთხვევითი, აი, მაინდა-მაინც სავაჭრო ობიექტები რომ იწვის, თან ისეთი ობიექტები, სადაც რამდენიმე დღით ადრე ან რამდენიმე თვით ადრე არის ხოლმე შეთავაზება, რომ ეს ობიექტი იქნას სადმე სხვაგან გადატანილი და აქ რაიმე სხვა ნაგებობა აშენდეს ან რაიმე ცენტრი აშენდეს. მაგაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ
რისკები, სადაც დიდი რაოდენობის ხალხი, ტექნიკა და გასაყიდე პროდუქცია მობილიზებული, ყველაზე დიდი შანსია იმის, რომ ცეცხლი გაჩნდეს და ეს წლების განმავლობაში ეს ტენდენცია მოდის იგივე საბას დაწვა და ასე შემდეგ უამრავი ბაზრობა დაიწვა ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდეც და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც. აქ არის კიდე უსაფრთხოების ნორმებზე ლაპარაკი, მე დღეს მოვიძია იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ქონდა თუ არა ვინმე შემოწმებული და ამ საკითხთან მიმართებაშიც მიდიოდა კვლევა. უბრალოდ ამ წუთისთვის მე საქმის კურსში არა ვარ, მეც ქალბატონი ქეთის მოსაზრებას გავიზიარებ, მეც გავიგე ეს ინფორმაციის სახით დოკუმენტი არ მინახავს, რომ მაისის თვეში ჩატარდა უსაფრთხოების მიმართულებით ელიავას ბაზრობის ტერიტორიის შემოწმება და იქ იყო რამოდენიმე დირექტივა, რომელიც შესასრულებელი ჰქონდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს დირექტივები შესრულებულიც ჰქონდათ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ შესრულებული არ იყო, რადგან ჯერ დოკუმენტი არ მინახავს და აქამდე საქმე ჯერ არ მისულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზებს რაც შეეხება, ამაზე საუბარი მე ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება, იმიტომ რომ მუშაობს ადამიანთა სერიოზული ჯგუფი, მეც კი აღარ შემისვეს უკვე სადღაც 12 საათის შემდეგ შიგნით და მთელი დღე ველოდებით ამ საგამოძიებო მუშაობის დამთავრებას, რომ ამ ადამიანებთან გასაუბრება და ქალბატონო ირმა, თუმცა საუბარი არის, რომ გამორჩული იყო ელექტროენერგია იმ მომენტში, როდესაც მოხდა ხანძარი. თქვენ გაქვთ თუ არა იმედი, რომ ეს იქნება ბოლომდე გამოძიებული, რადგან ჩვენ გვაქვს მაგალითი ბავშვთა სამყაროსი, სადაც არანაირი დასკვნა საბოლოოდ არ არის ჯერჯერობით დადებული. როგორ ფიქრობთ, ეს მაინც იქნება ბოლომდე გამოძიებული და დასკვნა დაიდება რა მოხდა სინამდვილეში? მე არ ვთვლი, რომ ბავშვთა სამყაროს გამოძიება შეგნებულად არის გაჭიანურებული, ნამდვილად არ ვთვლი ამას, იმიტომ რომ მე ამ სპეციფიკაში ვერ ვერკვევი და ეს იმდენად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა იყო, რომ არ მგონია, რომ ამას შეგნებულად ვინმე აჭიანურებდეს. ამაშიც რა თქმა უნდა, რას ლაპარაკობთ, რას თქვი არ დადებს დასკვნას და რაც თქვი არ გამოიძიებს. რატომ არ უნდა გამოიძიოს? მაგალითად, ერთი მიზეზი მაინც მითხრას ვინმე, რატომ შეიძლება რომ არ გამოიძიონ? ამხელა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელია ეს თემა თავისი შინაარსით. გასაგებია, თუმცა ახამდე ჯერჯერობით არ არის არც ერთი მსგავსი ფაქტი გამოძიებული და სწორედ ამიტომ გეკითხებით. ამჯერად თუ გაქვთ იმედი, რომ ეს მაინც იქნება გამოძიებული თქო? არა, გამოძიება არ არის ის ერთდღიანი პროცესი ან ორდღიანი პროცესი, რომელზეც შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ აი დღეს უნდა დამთავრებულიყო საღამოს 5 საათზე ან ხვალ დილას. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, აი ამ მიმართულებით მე კომპეტენცია არ მყოფნის. უფრო კომპეტენტურ ადამიანებს უნდა დაეკითხოთ, მაგალითად ამ სისტემაში მომუშავეს და პასუხისმგებელ პირს, ვისაც შეუძლია კომპეტენტური პასუხის გაცემა. მე როგორც რაიონის გამგებელს შემიძლია მხოლოდ იმ თემებზე გაგცეთ პასუხი, რაზედაც კომპეტენცია მყოფნის და ლეგიტიმაცია. კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო ირმა, რომ გვერდებოდით პირდაპირ ეთერში. დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.